საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ ჩატარებულ ეტაპზე ქართველმა მოთხილამურემ იასონ აბრამაშვილმა პირველი ადგილი მოიპოვა გერმანიის კურორტ INR-ში გამართულ შეჯიბრში. სპორტსმენმა 22.4 სარეიტინგო ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. აღნიშნულ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნის 103 სპორტსმენი მონაწილეობდა. კიდევ ერთი ქართველი მოთხილამურე ალექსი ბენიაძე კი 37 ქულით მე-17 ადგილზე გავიდა. დაახლოებით 25 მეტრით ჩამორჩებოდი პირველ ადგილზე. მეორე წაში ჩემთან ზიკეთო წამიმართა ყველაფერი და გამარჯვებით დასრულდა. იტაც საკმაოდ გაუმჯობესა სარეიტინგო ქულები, ასე პირველი ადგილი დაიკავა, ძალიან სასიხარულო იყო და შევეცდები შემდგომთვის ასევე გავაგრძელო. დღესაც შემდეგი შეჯიბრი გვაქვს ისე გერმანიაში და აქედან გავაგრძელებით მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე შლაგმილში. ჩვენი ქართველი მოთხილამურეების წარმატება ევროპაში ფისის ეგიდით ჩატარებულ ეტაპებზე არის საუკეთესო ნიმუში იმისა, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ორი სტრუქტურის, კერძოსი და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობა. ამ შემთხვევაში კომპანია Silknet და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და ჩვენი მედოვნებთ, რომ მომავალში ჩვენი სპორტსმენები მიაღწევენ წარმატებას და ჩვენ ვიქნებით ამაყები.